ოჯახმა დაყიდეს მიცვალებული მაგიზე დავადირე გულზე ვარ დასწრებს უყოლა რა ხალხსა ეშინია ოდაგვიჯერა ხალხი მაგარი ნაწმენებია რომ ოჯახი ასე მოიცავდა ჩვენა არავის არ შეეკითხე ჩვენა რომ მივედით და გოძედგომა უთხარით არ არჩიეთ შეიძლება მილიციაც იქნება და არ შეგიჩვენა ატყდება მთელი ამბავი თქვენ კი ახლა 1-9 ჯერ მოდიან არ გეტყვიან არაფერს არ გეტყვიან დასასწრელი ძაფი იმას არაფერს არ ამბობს სხვა ვერაფერს ვერ იტყვის გაუბედურეს ოჯახი მოკლეს ჯანმრთელი სახსალამათი კაცი მოკლეს რისიბულისა კი ბატონო წაიყვანე დაკითხვაზე დაკითხე მაგრამ ეგრეთ შემოდაწყება და ეგრეს კაცსა გულისაგიძე ქონდა ხუზდი ქონდა გათქვეფილი სულა ესენი დაგლეჯილი ქონდა სულა ხოცები ქონდა დაგლეჯილი ახლა ძალიან კარგად თვითმოლა ეგრე არ დაემართება დაეცემოდა ერთ გვერდზე და სულა დაეცა აგერა ჩემი ძმა იყო და მეზობელი იყო აგერა რო ჩააცვეს ბოდიში და შიშველი და დაინახეს გაგიჟდა ყველაფერი ჩათქვეფილი ქონდა ხო აკა მეზობლებად რო ასახებდე თავს მეზობელი მე ვარ ეგერა ცხოვრობს კაცი და მე მაგისთან ახალს არ ვხდო ჩაჩანიძე ერთი ორი ოჯახი გასვენებელს არავინ არ მისულა მე რაფია მილიცია იყო სულა რა ოჯახი თვითონ არაფერს არ იძახის თვითონ არ უჩეა მალავენ და თვითონ იმაშვენია რაფია ეშინია დავის ზოგი იმას იძახის რომ არ უჩეა ხო რა ნაირად დააშინოს რა შენო რა მოგელისო კოალიციო რა ერთი ის ვიცი რომ არასწორად მოიცა თვითონ ნათესავები არაფერს არ გეტყვია რა უნდა გითხრა რა ვერაფერს ვერ გეტყვი ერთი ის ვიცი რომ კაცი იყო ჯანმრთელი და სახსალმე ღორონზე მაინტერესებს ვაქ იყო მოსული ექსპერტი იყო თუს და მე ამ ოჯახის წევრი მაგრამ შეუშვეს ისინი რა ჩუმა და მინიცი ახლა გაროჩე დაანგრია ხაურობაი აუ ასე ავისეო და პირველ ახზე იმისთან რა სისულელები ვილაპარაკა თან უნდა და თან აიში მე რა მოხსენებდა ეს მილიცია ის მოყვანილი ხალხი მაგრა გული ფიო არის უპატრონობა ძალიან მაგარი უპატრონობა მე შემეშინდა მე და ვეღარ უყურე გამოეცუდა თქვა ეს ფეხი ქონდა გაკერილი აქ და ეს გაჭრილი მე ექსპერტიზაზე ვიყავით ეს შემეშინდა მე ვეღარ იმას ჩვენ გვინდა სიმას რომ გავიგო ხვეწებით რა ძალიან თუ არ შემიძლია არაფერი ვერაფერი გეტყვი აბსოლუტურად ძალიან გთხოვ რა მე არ შემიძლია და პერიოდამდე მივეცი უთხარი ახლა რა დანარჩენი მე იყო დაგარგული და რა ვიცი ახლა აი ქვაბი და ისე ჩაიდა არაფერი რა იყო ახლა მე მოვისაგლისე და ეხლაც არ ვიცი რა არის ქვაბი და ჩაიდანი მეტი არაფერი არ ვიცი ვერ გეტყვი რა ვიცი მე ახლა პოლიციაში სულ წავიდა და სულ ასაუბრები რაც იყო შევე რა უნდა 62 წლის კაცი ვარ რა ბოლო მე სხვა რომ მოვიდა ვერ გეტყვი განაცვალე აი მე ვიცი ერთი რომ დამიბარეს უთხარი აი ესა მივეცი დანარჩენი რა იყო დაგარგული მე არ ვიცოდი რა იყო არ დამბრალებია კაცისთვის და მე რომ გამოჩნდა ასე თავისთავად წასვიდა ისე მომიტანეს იქ პოლიციამ ხომი და ჩაიდანი ამოიღო ჯართი არ ვიცი ალბათ ჩააბარა მე რა რა მილიცია მოკლა ხდება ვინმე გაშინა რა ხდება და აქედან მიტინგზე დადიოდნენ სოფლელები და დაიჭირეს და სამ-სამი თვეებისეს უყველას მიტინგი ვინ წავიდა მიტინგზე ვინ არის ხო რა მთელი სოფელი დადიოდა ხო ვინ არის რომელ მიტინგზე აი მიტინგი რო იყო საერთოდ 21 რუსეთის ყველა შიში გაშინებულია ხაბი 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 არა გამოგწევ მე რა უნდა მითხრა მე არც მიკარები ვარ და არც ავარაკავური ვარ ხარ ყველაფერი ხო შემთხვევა რა ახლა მე რო აღგზავარ შეიძლება გული გამის გული გაუსწრეს შეიძლება რა შედაგვის მოგძანდებით არ ვიცი მე არაფერი არ ვიცი მაგ საქმესთან დაკავშირებით პოლიცია თეთრის ხოვრება გაუგივართ ჩვენ არაფერს თქმა შემიძლია რა იმიტომ რომ არ ვიცით არაფერი რამ თუ მე ოჯახის ნათესავი ვარ ვამბობ ესე იგი ისიც ვიცი რა და ისიც ვიცით რომელი რამდენი ტელევიზია მოვიდა უკვე ამ დღეებში ხო მოდიან ოპოზიციონერები მოდიან და ის და ლაპარაკობენ ზღაპრებს რაც არ უნდა ამ ამბის გამოყენება ყველას თავისთვის რა მაგას რა ეს არავინ არავის აქვს ეს ხო სვანერი ცხოვრება მე მგონი რომ უკეთესობისკენ მივიდა ეს სისხლის მსვლელები კაცის მკვლელები მწარვალები რას გვიშვება მიშა აბა რა საერთოდ მე უბრალოდ მოქალაქე ვარ და არც მილიცია არაფერს ვერ შეაძლევს და კონკრეტულ რაღაცაზე რა ხდება იცი შენ როგორ ფიქრობ მე როგორ უნდა გავარკვიო ეგ თუ რა მოხდა იქ ადამიანი ჭირისუფალი ზის და წინდევს მეუღლის და ჭირისუფალი ქალბატონი და ხელებისთანს არ დაიწყეს ჭირისუფალი მეუღლე რო წევს და ძინავს ღამის 2-ის ნახევარზე და მაშინ როდის ვიღაც ექსპერტი რომელიც არაფერ შუაში არ არის ამ ამბავთან მიდის იქ და მე იცი რა შუაში ვარ მე ამ უფრო ოჯახის ნათი ჯარჯი გოთუა
ნოდარი მარჯანიძე. მე გაინტერესებს უნდა მიმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტს. არა, ქალბატონო, არ შეიძლება ქალბატონო. აი გარედან გამჭირვალეა, არ შეიძლება. აი გარეთ ამიზა იქიდან დაინახავთ ხოლმე. ჩვენი შენობა გადა. არ შეიძლება ქალბატონო. ეხლა უხერხულებში ნუ გაგვდეთ რა ქალბატონო. არა, ეს არის არ შეიძლება ქალბატონო. თუ რამე გარედან გადაღება გინდათ, მიბრძანდით გარეთ. გარედან შეხედეთ, სულ ყველაფერი ჩანს გამჭვირვალეთა. ამ ზევითაც არ ქვევითაც ერთ. და პრესამსახურს რა ნომერზე დაურეკოთ ბატონო შოთა? ბატონო? ხეს რა? ქალბატონო, არ შეიძლება გეუნებს და. პრესამსახური ყავთ? კი. აი წესითო არანაირი პრობლემა არ უნდა იყოსო. რა არის პრობლემა? გარდა ხო ჩანს კიდე ქალბატონო? არ ჩანს, კაი. აი კიდე დადგეს დაბლინა, სულ ჩანს დაბლინა ყველაფერი. რამდენიმე შეკითხვა. გორში ყავთ ეგენი დაკისრება გამოვიდა. მე ვერ გაგცემ პასუხს, აბა რა შემიძლია. არა, ეს თქვა სამშობლოა და იმიტომ ვერ იცნობთ, ხო? ხო, ნუ მე არა მაქვს მაგისი უფლება და რა ვიცი, ახლა უნდა ნახოთ ტელეფონი მოგცემთ, იმიტომ რომ თუ ახლა მე ვერ მოგცემთ რა, ვერ გეტყვით. არც მაგის უფლება არ აქვს.